მოგესალმებათ მეგობრებო, ყველა სიხარული ბედნიერება და კარგი ამბავი. მოდი ახლა არ მინდოდა გადაღება და უცბად მგონი საინტერესო ადგილას მოვედით. ქალაქია დულუფი, მინესოტის და ჩრდილოეთ ნაწილი. Turn left onto South 50th Avenue West. 2 საათი, 2 კი არა 4 საათი მოვდიოდი, ესე იგი 120 მაილის გამოსავლელად რა. გამომაგდე მე ვთხარი, ჩემ დისპეჩერს ვთხარი, მეთქი ძალიან დიდი თოვლია აქეთკენ, ნუ გამიშვებეთ და აბა სხვა кайფას იხდიანო და აბა რა ვქნათო და. In 1000 feet, you will arrive at your destination. და ცოტა წავიწუწუნე, მოვიწუწუნე და მე მაინც დავთანხმდი რა. და აი ეს უკვე იქითკენ ეს არის ხიდი, დულუფი, მე იქითკენ არის კანადის საზღვარი კაფუარი და ნავსადგურია, მაგრამ მთელი უბედურება ეს რომ ყინავს და აი სულ ახლა ხო ცარიელი მოვედი. სულ აი ესე სრიალი ჩამოვედი, რაღაცნაირად მოვახერხე. აი ეგ მიხარია რომ უბრალოდ ის არის. რომ დავიტვირთები აქედან უკვე ალბათ კარგად წავალ, მაგრამ დაიცეთი რა ხდება ახლა ესე გაქონდა ავიწონო. ხო, construction entrance. ამიგვა ხამისთანა. საერთოდ ეს დულუფი ძალიან ისეთი საწარმოო ქალაქია. No construction traffic on scale, keep right. No construction, ეთქვა, down, keep right. ვერ ხდები, wait on second before pulling. Only foreign construction. ესე იგი, no construction traffic on scale. You have arrived. ვერ ხდები, რა უნდა გავაკეთო, wait second before pulling on scale. იქიდან მანქანა მოდის, no construction traffic on scale. დავიბენი გასულო construction scale. მოდით ცოტა უკან გავიდე, თორე ჩავიხედო ჩემს საკუთრებში რა არის ეს. It's okay. ტელეფონში მაქვს ყველა ინფორმაციები და ეხლა ცოტა ხანი გაგეთიშებით და ნახავ ერთი სწორად მოვედი თუ არა. გადასვლა მომიწეს, მაგრამ ცივა ძაანს. მინუს 10 გრადუსია და გავერკვიე სწორად მივედი თუ რა თბილად ჩავიცოთ თორე არ გავიყიდოთ. სამუშაო სპეციფიკა მეგობრებო, ჩემთან გავთხილება ხო? ოპა. წავალ მივალ იქი და ნახოთ აბა. აქედან დავდგები რა, თუ შემეშალა. No construction. On scale. Arriving at 5106 South 50th Avenue West on the right. Wait on scale, და სასწორი აქით არის. Wait second before pulling on scale. ვერ ხვდები რა, მოდი გადავალ ერთი. ნონი ვაქაო და. Just დავდგე ავიწონო და ესე მივიდე რა. არასწორად მოვიქეცი. Stop before entrance key. I have to come here. Okay. This amixes. განასვლი წავალ. თუ რაღაც კონიც მომაქ აქეთ. აი წინო მანქანა დამიდგე, მან დამაბნია რა.
wait for okay ეხლა წავიდეთ წინ დავდგეთ სასწორზე ეცეთ რა გავაჩერებ მე საბუთეს ვაჩვენებ და მეტყვი რა უნდა გავაკეთო მოწმოთ ხა ჩვენი ამბები ამიხსნიან ყველაფერს короче место все время ходим как понимаешь сейчас я должен туда пойти да загрузиться и что там ты Лас-Вегас едешь вместе поедем давай жилайся კაცი გადამეკიდა რა ერთად დავდივარს რაღაც ეს დაიტვირთ ესე იგი ამიხსნეს ესე იგი აი ქნა წავიდე იქ მეტყვიან იმას ვეტყვი და აი ტიპია კაი საშა ქვია ერე დაურეკავ და ახან ერთ გზაზე მიდივართ მე შეიძლება დავიდეთ და როიტყვან პური ვჭამოთ ერთად არც ოლი ყავს არც ისა და დღე და ღამე ასე მუშაობს შოთაშორის რუსია რა მოსკოველი რუსია მეთქი რუსი რო ხარ რა გინდა მეთქი და აუგზავ ფული ხომ მინდაო მეთქი რუსეთში არ ვიცი ხა პოლიტიკურ თემებს არ ვეხები ხოლმე და აი გავაგზავნოთ ეს ჩვენი ამბავი ყოველ შემთხვევაში სუსტად მოვედით officia drivers entrance კიდე როგორ დავაყენო ხარბათ იქიდან ნაცვლად დავატყვა მოდი ესე დავარტყო იქნებ მოხერხებულია აი ხო ტალახია ეს მოყინული რო არის უკვე კარგია რა ტალახი რო იყოს უკვე აზე ხარ ჩამეფლობა ეს მანქანა ადვილი იქნება თუ ეხა გააჩინე რომ მე კარებში მომცემენ თავრე შევიდე და აი უკვე დავაყენებ და იქიდან რომ წამოსულიყავი ცუდი იქნებოდა და ეხლა აქ უკვე გავჩერდები აქა და ოპა ცივა -10 გრადუსი ხუმრობ წავედით io nambas ვეტყვი და ალბათ მეტყვიან რომ მე კარებთან უნდა მივიდე It's hello ნები მე გვახრონები იზე დააყენეო ოღონდ რომ გამოწიეო ასე დიდი რულონები მიგვაქვს დისთან უნდა გავაჩეროთ. კარგი, წავედით. დიდი ძიმე ცელოფნის რულონები მიგვაქვს რა. კარგია. ძიმე ტვირთი კარგია, იმიტომ რომ ამ თოვში და იმაში უფრო თამამად ვივრით, ვიდრე ცარიელებმა რო ვიაროთ. არები გავაყენე და დავაყენოთ ახლა დისთან. Ცივა. ესე მოვატრიანოთ. ამ თოვლის შემდეგ ლას-ვეგასში რა კარგი იქნება. ვაყენოთ, всё, დაუმიზნოთ და მივაყენოთ. ისო გაწიეთო. ავწიოთ ახლა ჩვენი
ქსელები. ოთი არ დაგავიტანთ ხელი, კარგად უნდა მოვყიდოთ, კარგად. თორე ძალიან სრიალებს ეს ოხე, ტალახიანი რო არის. მანქანა გაჭუჭყიან და ვისი წითელი ტალახია უბედურება. ციეთ და ნელა მივაყენოთ. ხაზი როა იმას გავასწოროთ და აბა მარჯვნივ შევხედოთ. ოკეი. და ნელა რა გამოჩნდა მარჯვენა. ამის დაყენებას ითხოვენ. ჩვენც რა საქმე გვაქვს მივაყენოთ, რომ ეს კაი მოხერხებულია. всё, წვანი არის, წითელი აინთება და მე ისევ წვანი, რომ დატვირთავე, მე ისევ წვანი აინთება და მიმართ საბუთებს. ესეთი რაღაცა მიგვაქვს თუ არ ვიცი ნახოთ. აი ნახოთ ახლა რამდენს გვიხდიან კაი ფასიაო და აბა ნახოთ რა მანძილია. ნახოთ ჩვენ 1387, მაგრამ ეს პიტაპირი უფრო მეტი იქნება. 1380 ალბათ 1500. ეს იგი 1804, ნუ 1800 მაისში, 1800 მაისში იხდიან $4000. $4000, 1800, $2 მეტია რა. ჯერ $2 1800, 4000. არა. ხო 1800, ხო. არა, რაც $2-დან რამდენი გამოდის? $2 მეტი გამოდის რა, უფრო აი $2 და $2.20 გამოდის რა. აი უცბად ფასი ეს თოვლი რო არის, უცბად ფასი აიწია რა. აი დარწმუნებულია ეს თოვლი რო გაგზედდეს, უფრო მეტი ფასი იქნება რა. ახლა ძირითადად ხო $1.82 და რა ვიცი, მაგრამ ბევრი რო არ მოდის აქეთკენ. მათ მოემატა ფასი. გახსოვთ მე ყოველთვის ზამთარში მოვდიოდი, ხა წინა ზამთარში, იმის წინა ზამთარშიც ზოგჯერ სპეციალურად რომ მოვდიოდი, ფასები მაღალი იყო, მაგრამ აი დიდი ნერვები უნდა ამ თოვლში სიგარს. მაგრამ როგორ ამბობენ, то не рискует, тот не пьет шампанского. მაგრამ რა თავარია, ძიმე ტვირთი იქნება და წეგანას ვთქვი, რომ ამ თოვლში და ამ რიაში ადვილი იქნება სიარული. ეხლა ფასი გავიგეთ. ეხლა უნდა გავიგოთ რომელი გზით წავიდეთ. ესე იგი, სამი გზა გვაქვს. ყველაზე მოკლე გზა არის კოლორადოთი და იმ მთებით რო გადახვალ. ეს ყველაზე ნაღდი და ის არის, ნაღდი გზა არის, მაგრამ ვინაიდან მძიმეა ტვირთი, მან არ არის. ზაფხულის რო ყოფილიყო, მან არ უნდა წასულიყავი. მაგრამ პლუს ეხლა მან ცუდი ამინდია. ეხლა მეორე გზა არის ვაიომინგი. აი ნებრასკა ვაიომინგი და ეხლა გადავხედოთ როგორი გზა არის მან და როგორი ამინდები იქნება ვაიომინგში ამ დღეებში. ჩვენ გუგლში ჩავიხედე ამინდებში და ესე იგი კოლორადოდან კი არის მთები, მაგრამ კაი ამინდებია, მაგრამ როგორ გინდა ასეთი მძიმე მითახვიდე. მაგრამ ვაიომინგით რომ მიდიხარ, ცოტა თოვლია დასაწყისში და მერი არის ქარი. და 80 მილით მეტი კარგია რა, მაგრამ აი ქარი იმდენად არ შემეშინდება, იმიტომ რომ გააჩინე რა სიჩქარის ქარი იქნება და არის მესამე გზა კანზას სიტიდან, ასე მისურ კანზას სიტიდან გახვიდე და 40 ცენტზე დაждე და მერე უყე არიზონიდან ისე წრე დაარტყა იქიდან და ეს უყე აი დიდიეთი 250 მილზე მეტის გავლა მოგვიწევს რა. აი არ ვიცი, აი გზაში ვიფიქრებ კიდევ რომელი გზა ავირჩიო, მაგრამ ალბათ აი კიდევ ნახვეთ როგორი ქარი თუ არის იმ ვაიომინგში. გადავხედო ერთი ამინც. დიდი ქარია, ესე იგი 60 მეტრი წამში, 60 ამათი ის არის და არ ვიცი, გავრისკო იქიდან წავიდა. ნუ ერთ სიტყვით არ ვიცი, სანამ იქამდე ჩავალ, კიდევ გადავხედა უკვე სამხრეთი. თავარი ახლა აქედან გავიდე მე.
სამხრეთით დაიყვე მერე სადაც 80-იანს რო შევეთები, აი მან გადავწყვიტო პიტაპით ჩავიდე წრე დავარტყა თუ კოლორადოთი წავიდე, მაგრამ ძალიან მძიმე არის და კოლორადოში არ როგორ მიყვარს. თან ლალი და ალიკოსაც ნახავდი. მე არ ვიცი. ნუ ერთ სიტყვით ასეთი მომენტები წვიმანები ხშირად ხდება ხოლმე, ხა გადასაწყვეტი გვაქვს რომელი გზით წავიდეთ. ნუ ალბათ ხვალ უფრო მეცოდინება კიდო გადავწყვიტო და კიდო გადავხედა რა გავაკეთოთ. ამასობაში ჩვენ მოვიყვანოთ ჩვენი თავი და ვაიმე ეს მანქანა გასაწმენდი იქნება და ნუ კაი რა არის ეს რა ჭუჭყი რას გავს ეს წითელი მიწაა და აი დაგვიტვითავენ და წავართ მერე. ძვანი აინთო, ესე იგი გადმოტკისა მზად არის ახლა გავწე. ამ გადმოტკითისთვის ჰაერი აკდება ხოლმე და ცოტა წინ გამოვწევა და ნახოთ ეს. ახავ ერთი რა ტვირთია. მიახლოებით მაინც დავილოდები ამას ჰაერი სანამ აივსება. გავწიო და ნახოთ რა ტვირთი გვაქვს. მიათორა. ასე პატარა მანძილზე ვერ მიხვდეთ, მაგრამ კი, ეს ძიმე იქნება, ხო? აი რა მიგვაქვს ნახე მეგობრებო. არის ესე. ცელოფნის ისინია და ეთქვა ამისგან მერე ცელოფნებს გააკეთებ. აი ეს მე მგონი 43,000 მაინც იქნება. მეგობრებო, ვიქტორინა გავათამაშოთ. რომელ ხრელზე ამ წონის დაყენება რა, იცით ხო? ეხლა ეს გამოწეული გვაქვს მე-5-ზე, მე-6-ზე. აი, ეხლა გავწე. ეხლა ტვირთი არის ბოლომდე რა. ხო და მე უნდა მივხვდე სად რომელია და ესე იგი კითხვა მე ხრეზე დავაყენეთ, მე-5-ზე, მე-6-ზე, მე-7-ზე, მე-8-ზე თუ მე-9-ზე თუ მე-10-ზე. მეც არ ვიცი, იმიტომ ძალიან ჯერ წონა რო არ ვიცი რამდენია ზუსტად, მე უბრალოდ მიახლოებით მივაყენებ ჯერ. ძალიან მძიმეა ჩანს. მე მივაყენებ ასე ალბათ მე-7 იმაზე ხო. უფრო მე-7 ხრეზე. აბა ნახოთ და ჩვენი ვიდეოებს უყურებს, ალბათ ხვდებით მე რას ვაკეთებ ახლა. არა, 1 2 3 რა ძალიან ამეტანი გამომიწია. 1 2 3 მე მგონი მე მე-6-ზე დავაყენებ და მე უკვე ანდა იცით რა ვქნათ? საბუთებს გამოვართ და იმის მიხედვით მივხვდები რამდენია წონა. ეხლა ამას დაყენებას აზრი არ აქვს. ჩემი ვარაუდით მე-6 მე-7 ხრელი იქნება. გაგიკვირდებათ მეგობრებო და ხო ამხელა მასიურია რა, ნახეთ საბუთებზე წერია 26,000. მე კიდევ ძალიან მძიმე მეგონა, არც უნდა მაგას შემოწმება ფაქტიურად. დავტოვოთ ასე 26,000 ამხელა მასიურია და 1 2 3 4 5. მოდი რახან უკან არის გამოწერილი, მე დავაყენებ მე-5-ზე. დავაყენეთ. ეხლა უყურეთ მეგობრებო. ეხლა ერთი მხრივ მიხაროდა მძიმეა მეთქი, მაგრამ 6,000 არ არის მძიმე. ეხლა ფიქრო ისე ვაიომინგიდან წავიდე თუ იქიდან, აი არ ვიცი რა. ეხლა მოდი რომელ ხრეზე დავაყენეთ, ეხლა არ ვიცი მე რომელზეც გავაკეთეთ, ალბათ მე-5-ან მე-6-ზე და ბატარეა ძალაშია. ეხლა აქ ჩაწყობის საქმე არ არის, უბრალოდ ცოტათი გავწევ და რომელზეც მოვა ის იქნება რა. აკე კაპა გავწიათ. ვიქტორინის ამბავი. გავწიე და რომელ ხრეზე იქნება. ეხლა ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. მე-5 თუ მე-6 იქნება. ეხლა სუფთა ლატარიის ამბავი გადავწყვიტოთ. აქ ახლოს რა არის უფრო ადვილიც არის მოსახვევისთვის და всё 1 2 3 4 გავწიო და 1 2 3 4 5 ა მოდი ბოლომდე ორი სამათლიანები რო ვიყოთ ზუსტად ვაჩვენოთ მოგებული კან აბა რომ всё ვაცხადებთ მოგებულს მე-5 მე-6 მე-7 თუ მე-4 და ცოტა ეს
სულ პრობლემებზე ხარ 1 აბა 1 2 და 3 1 2 3 4 5 1 2 3 4 5 მეგობრებო მოიგო იმან ვინც გამოაცხადა რომ მეხუთე ხრელზე დავაყენებთ შტიქს ვინც თქვა 5 იმას ჩვენ მოგებული წიგნი უნდა გადავცეთ გავაგზავნო ჩვენი გზა ხო არა სუბუქია ხო მოდი ეს პროცესიც გავიაროთ უბრალოდ ეხლა ამ თოვში კი მაგრამ აი ვაიომინგი გვაქვს პრობლემა რა ვაიომინგიდან წავიდეთ თუ იქიდან მაგრამ ვაიომინგამდე ამას უკვე ხვალ გადავწყვიტათ იმიტომ რომ Head northeast. თავარია In 400 feet, turn right towards South 50th Avenue West. ტელეფონის ის გამორთოთ სულ გჭირდება ეს რო ავკრიფე მისამართი დამჩა და მარგარიტა რა დრო შენ ლაპარაკია ლას-ვეგასში დაგჭირდეთ წავიდეთ დულუფ ო არა კაცო სუბუქია კი არა და როგორ მიხარობდა მძიმეა მეთქი ტვიცი და ამ სუბუქია არა უშ რაც არის ეგ არის ყოველ შემთხვევაში უკვე ამ თოვლიან ამიჩი თავისუფლად წავალთ იმას ხომ აიჯობია რომ სუცარიელები ვიყავით ჩვენ კიდევ დავამთავროთ ეს ჩვენი პროცესი აქ უნდა გავჩერდე დაველოდო იმ მანქანასაც ყოველ აწონას იმას მისცემ საბუთებს და მე რიგში გავდგები და მეც მომწემენ მე საბუთებს მოდით აბა დავდგეთ სასწორზე მივიდეთ მემატარებს კარგი გამოტარე ახლა მანქანა უნდა გამოტარო ახლა გავჩერდები და უკვე ზუსტ სასწორს და საბუთებს ეთყობა ის სასწორის მიხედვით ყიდიან იმ წონის მიხედვით ყიდიან იმ კლიონკას ასე ვთქვათ. ოკეი, გავჩერები მოგიტანეო. სულ საფუთებს მომცემენ, აბა წონის ეს უკვე გაყიდვის ამბავი. всё, მომცე საფუთები და წადიო და ბედნიერ კვირას გისურვებ. ჩვენ კიდე გავიდეთ იქით, თქვენ მოვემზადოთ. ეს თამაში როდის გავწყვეტ, ეს მე ცოტა გავაცხოთ მშვიდობაზე. მე გავჩერდეთ და ფრინავები რო ემზადებიან გასაფრენად. აი ესე ჩვენც მოვემზადოთ უკვე. თელი საბუთები შევიყვანე ლოგბუქში, შევიყვანე საბუთი გავუგზავნე დისპეჩერს. მოვემზადეთ. ხამარი გავიკეთოთ და წავიდეთ. ეხლა ფიქრობ ვაიომინგმა ჩვენ შეგვიძლია კოლორადოდანაც წავიდეთ, ხო? იმიტომ კაი ამიდებია იქა და რა ვიცი 26,000 მძიმე არ არის. მაგას მაინც ალბათ მალანზე გადავწყვიტავ რა. ცარიელი არა ვართ, დატვირთული ვარ და ამ თოვშიც უკვე თავისუფლად წავალ. კარგით აბა მეგობრებო, დაგემშვიდობებით. ჩვეულებრივი სამუშაო დღე გაჩვენეთ თავისი წვიმანებით თოვლიან დულფაში. კარგით აბა, შევხვდებით იმედია მომავალ საინტერესო ვიდეოებში.